ზედა საქარაში გრიგოლ ფერაძის 151 მცხოვრები შოთა კურცხალია მისი საცხოვრებელი სახლის გვერდით არსებულ სიტუაციას დაახლოებით 2 წელია აპროტესტებს. ამბობს, რომ სახლთან ახლოს ღია საკანალიზაციო არხი მიედინება, რომელიც რამდენიმე მეტრის მოშორებით გუბდება და ანტისანიტარიას ქმნის. გარდა ამისა, მას ეჭვი აქვს, რომ შედეგად დაბინძურებულია მიმდებარე და არსებული სასმელი წყლის ჭა. 2 წელი რაც ეს მდგომარეობაში ვიმყოფებით რა. ესე იგი, დავიწყოთ იქიდან, რომ პირველ რიგში მოუწესრიგებელი სიტუაცია ჯერ თქვენაც ხედავთ რომ როგორი სიტუაცია მინაგავებული ყველაფერი არაფერი არ არის წესი ნორმალურად გაკეთებული პლუს ამას შეერთებულია კანალიზაცია არის ღიად კანალში აქვს გამოყვანილი ახლა აქ კანალიზაცია 5 მეტრში არის კანალიზაცია და ამ წყალსაც ვეღარსავთ რა იმიტომ რომ ჭხირები და ამენი უბედურება იქნება შინ რა დარწმუნებული ვარ და მიწევს აი გრულების წყალზე სიარული რა ბალონებით რომ წყალი დავლიოთ რა ოჯახში ვიმყოფებით 7 სული 4 მცირეწლოვანი ბავშვი და ნუ რა ვიცი ახ თქვენ პირობებს თქვენ თვითონაც ხედავთ. შოთა კურცხალია კიდევ ერთი პრობლემის შესახებ საუბრობს. ხუჯერ 6-ზე მოხდა ავარიები, არ ჩანს პირდაპირ გზა, აქენა შემოსასვლელი და ორჯერ იყო განმოვარდნილი მანქანა. აი განმოსასვლელი ხიდზე დავიღოთ. თუ გინდა განმოსასვლელი ხიდზედაც ელემენტარულად ის არა აქვს, რომ გადმოვიდეს ხალხი ხალბატონო სასალფეხო გზა, რომ გადმოვიდეს ნორმალურად ადამიანმა. მრავალშვილიანი ოჯახი არსებული პრობლემის მოგვარებას წინააღმდეგ შემთხვევაში კი განსახლებას ითხოვს. არაერთხელ მიმართ იმას, რა ქვია, საგზაო დეპარტამენტს გამგეობის მეშვეობით თხოვეთ, რომ მიგვეწერა და 1-15-20 ჯერ მივწერეთ წერილობით და არანაირი ყურადღება არ მოუქცევიათ რა, მოვიდნენ დღეს ხვალ და ნუ რა ვიცი წელიწად ნახევარია თითქმის უფრო მეტი დაახლოებით 2 წელია თითქმის ასე რაც ასეთ პირობებში მდგომარეობაში ვიმყოფები. ამიტომ იძულებული ვარ რომ ვითხოვ რომ ამასახლონ აქედან. თუ ამის თავი არ აქვს რომ ამასახლონ, მაშინ მოაგვარონ ისეთ სიტუაციას შექმნან აქ პირობები რომ ადამიანი იცხოვროს. ადგილზე პარტია საქართველოსთვის წარმომადგენელი მაია კახნიაშვილი იმყოფებოდა, რომელსაც როგორც თავად გითხრა შოთა კურცხალიამ დახმარებისთვის მიმართა. ახს როგორც მე ვნახე 7 სულიანი ოჯახი 4 მცირეწლოვანი ბავშვით მართლა გაუსაძლისია ყოფა იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინეთ ზაფხული მოდის მზიანი მაღალი ტემპერატურებში რა მდგომარეობა იქნება გინდათ შეაწუხებთ მათი სუნი იქ კიდე მწერები ეკოლოგიურად ისედაც ეს ადამიანები ფეროსგან გამომდინარე ნამდვილად არ არიან დაცულები ფეროს თავზე ცხოვრობენ ესე რომ ვთქვა და მათ ეკოლოგიურ სიბინძურეს ემატება კიდე კომპანიის მიერ ცუდად შესრულებული სამუშაოები. მე მაინტერესებს უბრალოდ აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნის დეპარტამენტს თუ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას. რომ ვის ზუსტად მიაკითხოს მაინც, მივიდეს მაინც, იმიტომ რომ მერი რომელიც შუამავალი უნდა იყოს მისი მოსახლესა და სხვა ინსტანციას შორის ამ ფუნქციას ფაქტი არ ასრულებს. და თვითონ ჩვენ რომ მაინც მივიდეთ, აი ზუსტად რომ ვიცოდეთ, ვის ეკუთვნის აღნიშნული ტერიტორია, რომ მოწესრიგდეს იქედან ნარჩენები ეს ნაგავის სახით ეს მაინც იქნეს გატანილი. და ქვემოთ კიდე აი ცოტა ქვემოთ რომ გადავედით, იქ ვნახეთ რომ ეს მასები და წყალი რაც მიდის, რაღაც ტბასავით ერთიანად გასასვლელი არ აქვს და იქ გუბდება. ისედაც მეწყერი, ისედაც რაღაცა და აი რატომ არ აქცევს მუნიციპალიტეტი ესეთ რაღაცებს ყურადღებას ჩემამდე არ დადის. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ზედა საქარაში მერის წარმომადგენელს ივანე სამხარაძეს ვკითხეთ. მან დაადასტურა, რომ ტერიტორია, რომელზეც შოთა კურცხალია საუბრობს და რომელზეც ღია არხი მიედინება, სოფლის საკუთრებაა. სიტუაციას კი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზეა შექმნილი, რთული უწოდა. ეს ტერიტორია მდებარეობს ქალაქის მხარეს, ქალაქის ტერიტორია. ოღონდ შემდეგ აქეთ სტანიაღვრე არხი, რომელიც ალი მოედინება შინი ქვეთს მე სოფლის ტერიტორიას აქეთა გადმოედინება სოფლის მხარეს. არის იმით ყოფილებული სამაციანი ელემენტარის ტრუბით განმოყვანილი და გადმოედინება აქეთ მაგრამ ახლოს არის ძალიან დაახლოებით 10 მეტრში. ერთი კი არის იქით ღია გუნდი გაჭრილი, ღია არხი არის გაჭრილი ტრაქტორისგან და იქით კი მიდის იქთანი მაგრამ მაინც სავალალო მდგომარეობა არის, ვინაიდან ახლოში არის ჭა. ძალიან ახლოში, დაახლოებით 10 მეტრში არის ჭა და დიდი ალბათობაა, რომ დაბინძურდეს ეს რა ქვია სასმელი წყალი. აქედან გამომდინარე, ვესაუბრებ მე მათოგელას, ჯოგელს, ვისაუბრებ ჩვენ და შევთანხმდით და მივართ ადგილზე.
შოთა კურცხალიას პრობლემის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობაშიც ვიკითხეთ, როგორც გავარკვიეთ, მათგან საავტომობილო გზების დეპარტამენტში წერილი გაგზავნილია, თუმცა პასუხი ჯერ არ ჩანს. ოფიციალური მიმართვა დეპარტამენტში სპექტრმაც გაგზავნა, შესაბამისად ამ უწყებისგან პასუხის მოლოდინის რეჟიმში ვრჩებით.